ოჩახ ირაკლი რა. აი ეს არის ყიყლიყო. აი ეს არის ნამდვილი ყიყლიყო. ის კი არა, მარიკა რო აკეთებს ხოლმე. ყიყლიყო კიდე სხვა რამეა. შალონასთან წასვლა იქნებოდა ეხლა მარიკას რა უთხარი მე რა. უნდა დავჯდე ეხლა და ვისაუზმოს 3 დღე კიდე თონის პურით. ირა. სერიოზული საქმე მოხდა შენთან. კარგი ნაგიღლიყო? არა, მადლობთ. მთელი ღამე ფიქრობდი. როდის ფიქრობდი? მთელი ღამე. ჯერ 3 საათამდე აქ იყავი, დადიოდი წინ და უკან, დადიოდი, ბურღავდი ტვინს. ხო, მერე გახვედი. სანამ აქ იყავი, მეუბნებოდი, რომ ეკა მომწონს, ეკა მიყვარს, რა გავაკეთო, მომწონს ეკაო. და რა დროს ფიქრობდი ერთი მითხარი რა. აი რო გავიდი მაგ დროს ფიქრობდი სულ მთელი ღამე. და მოვიფიქრე, რომ ეკას უნდა ვთხოვო ხელი. Right. Huh? Ელი წუთი. Right, ვიღა ხო გამა. ხელი უნდა თხოვო, ესე იგი უნდა უთხრათ სულაც წამომღებიო? ხო. ძალიან კარგი. არაჩვეულებრივი იდეაა, დათო, თორე ხო ხედავ პაატა ბარში მისიათ არაფერს აღარ გაძლევდა და ახლა სიძე გახდები და ვალდებულიც იქნება. აი, კარგი, იმის მაგირო თუ დამეხმარო ეგ კიდე ნერვს ვიშლი რა. მითხარ რამე რა გავაკეთო? რა გითხრა? არაჩვეულებრივი გოგოა ეკა. ჭკვიანი, განათლებული, ზრდილობიანი, არ მგონია დაგთანხმდეს. აი იმის მაგირო თუ დამეხმარო გულს მიყვა. დახმარება გინდა? როგორ დაგეხმარო მე? ერთადერთი რაც მე შემიძლია, რომ დაგეხმარო, თუ შემოიტან განცხადებას მერიაში, ჩემს სახელზე რომ ეკა მინდა ცოლად მოვიყვანო, გავიტან თათბირზე ამ განცხადებას, დავამტკიცებინებ და დაგეხმარები. სხვანაირად მე როგორ დაგეხმარო? ირა მითხარ რა ცოლად როგორ მოვიყვანო? აი რა შეკითხვა გაქვთ, რჩევა გინდათ ჩემი, ხო? მე ამ შეკითხვის ფორმულირებას შევცვლიდი. როგორ მოვიყვანო კი არა? ანუ შევთავაზო ცოლობა, ხო, ამის თქმა გინდოდა. როგორ არა, როდის? და მე გეტყვი, რაც მალე მით უკეთესი. იმიტომ რომ რაც მალე თხოვ ხელს, უფრო მალე გეტყვის ის გოგო უარს, ხო? დავისვენებ მეც, შენც და მთელი სამეზობლო. რა? ვერ გაიგე? დავისვენებ მეც, შენც და მთელი სამეზობლო. კარგი რა, ირაკლი რა, კარგი რა. ნუ მამიშენ ეყნენობით. უარს თუ მეტყვის გავგიჟდები. რო დაგთანხმდეს მე გავგიჟდები. რა და? პეტო. რა პეტო? პეტოს არ უნდა დაელაპარაკო. პეტო არის ძმა, ეკასი. არის შენი მეგობარი. პეტოს თანხმობის გარეშე გამოვა რამე? არ უნდა მაგას. მადლობა. კიდევ ერთი საფიქრელი გამიჩნე გამე. რა საფიქრელი გიჩნე? რა უთხე ხა პეტოს? პეტოს თქოს რა უნდა? პეტოს რა უნდა? პეტო ჩადი ბარში. ნახავ პეტოს უბარშია ის მე შეგეტყვი გადის სადმე. ზის თუ იმ ბარში ჩადი და უთხარი შენი ინტონაციით უთხარი პეტო და მინდა გთხოვ. კარგი რა, ირაკლი რა. გული მეკონდა და ქვის გული ქონია შენ იმის ვაგინო და დამეხმარო საცინათ ამიგდე. რა საცინათ აგიდე? არაფერი მე გეუბნები დათო მომიჩნე. მე გეუბნები რომ ნაჩქარევი ხო არ არის ცოტა ეს შენი ნაბიჯი თქო ცოტა იფიქრე ცოტა ხანში ის შენობაც აშენდება რასაც ეკას პროექტით აშენებენ და მე მოიყვანე ცოლად.
ის შენობა საშენდება? ჩემი ცხოვრება დაინგრება? წავედი მარში, ბეტოს დაველაპარაკებ. შენ მანამდე მოემზადე. რისთვის? რისთვის და თუ ბეტო დამეხმარა, თუ ეკა დამთახვდა, თუ სამსახურში პრემია მომცეს, თუ ქორწილი გადავიხადე, თამა დაიგდები. ერთი რამე გამოგჩა. რა? თუ მეც ვიცოცხლე მანამდე. ისეც მოვამზადე თამრი. თამრი შეხედე როგორ ხო? გადასაშკო ნახება ხონა. ჩვენერი რა მინდა რა. ესე იგი დღესაა გეოგრაფიაში პირველი გამოცდა ცოტნეს, არა? ხო, ვახუნა და კიდევ 3 ექნება. კიდე 3. და კეთებან, ესე იგი ეს ყოველი გამოცდის შემდეგ უნდა წავიდეთ ხოლმე ილონა ნათლიასთან ასაღნიშნავად, ხო ამ ფაქტს? აბა, კი, აბა რა უნდა ვქნათ? რა, მომწონს ძალიან ეს განათლების რეფორმა მე. მომწონს. ხო და ეს ეროვნული გამოცდებიც. ისე რამოდენიმე ტურს თუ დაამატებდნენ, კარგი იქნებოდა, რა ვიცი, უფრო მეტ სიამოვნებდა. მე რაც უნდათ ის დაამატონ, იმიტომ რომ ჩემი ცოტნე ისეთი დედის შვილია ყველაფერს ჩააბარებს. ხო გახსოვს კეთებან ილონა ნათლიას ყველაფერი აქვს წითელ დიპლომზე დამთავრებული. თამრი მე ხლა ვრეკა ილონა ნათლიასთან ხო და ვეტყვი რომ უკვე გამოვდივარ. ვაიმე, დენათხარი 25 კვერცხიანი ტორტი მიგაქვს ნუ ხათრიანი. შენ ესე მოდის ვეტყვი, აბა რას ვიზა. გილოცავთ! ვაიმე, გილოცავთ, როგორ არის ცოტნე? ვაიმე, რა მოხდა? რა მოხდა? ვაიმე, რას მეუბნებით? ვაიმე, რას მეუბნები? ილონა ნათლია, ნუ იმეორებთ. გამოიცვალეთ, ჩაჭრილა. როგორ ჩემი ცოტნე როგორ? ვაიმე, რა ვიცი, როგორ მოიცადე ჯერ მოიცადე, ვაიმე, ესეც ივის და ცივის. ივის და ერთ ამბავში ადამიანი. ვაიმე, გეხვეწები, გემუდარები, ესე ნერვიულობით საქმეს ხო იცი, ვერაფერს ვერ უშველი, მომავალ წელს ჩააბარებს ჩემი ცოტნე. ვინ გაბედა გოგო გაოგნებული ვარ ცოტნეს ჩაჭრა. რა ვიცი მე მოიცადე კივის და ცივის. ვაიმე, რა ხმაზე ყვირის. არი ნერვიულოდ გეხვეწებით რა გემუდა თელი ოჯახი ვახო გადარეულია ლაშა წინდა უკან დარბის. თამარი ნერვიულობს და მეც ძალიან ნერვიულობ. რა ვერ ჩააბარ მანდა მაინც ეგ საკითხი შეხვდა. ვაიმე ვახო მიშველე ცუდათავა. ყველანი ცუდად ვართ. ხო ჩვენ ესე მოვდიოდით და 30 კვერცხიანი ტორტი გამოვაცხვე. ხო გამოპრანჭულები მოვდიოდით, არა უშავს მომავალ წელს ჩააბარებს, ცოდნე ჩამიკოცნე. ვაიმე რას წარმოვიდგენდი რა კარგი გაჩერდი ხა, ნუ გამოთქვა, გაუთიშე. რა თქვა რა სიტყოდა გადარეული ადამიანი, ესე იგი ტირო და რა ვიცი იმ ხელაზე ყვირო და ძლივს გავაგონეთ ჩემი ხმარა და მოკლედ მომისმინეთ. საქართველოს რაიონული ცენტრები უნდა ჩამოეწერა. აი მე ხმა აღარ მაქვს და იმდენი ვიყვირე მე 63 ყოფილა თურმე და ამას მარტო ეგ ვერ დაუწერია. სხვა ყველაფერი ხო ჩააბარა, რას ლაპარაკობ. როგორ დაიმსგავსა მამამისმა მე არ ვიცი. გახსოვს კეთინო მამამისი ცოტნეს მამა რამდენი ხანი სწავლობდა ინსტიტუტში. ბოლოს დატოვეს კურსზე, მე გახდა უნივერსიტეტის სასწავლებელი და დაამთავრა ბიჭმა უნივერსიტეტი. ეხლა რო კითხო. ხო, იმდენი ხანი სწავლობდა. მინდოდა დღეს წასვლა. აი მე არ ესა მომისმენ, ესე იგი აღარ მივდივართ, ხო? სადღა მიდიხარ, რა ცოტა ადრე მაინც გაგვიგო, კეთებან, ცოტა ბევრ ალუბალს დაგამატებინებდი, ან არავაცლიდი იმ დანარჩენს. ხა როგორი კარგი ალუბალი მაქვს და როგორი გადასარევი. ხო. აი მე არ ვიცი მეც არ დავისხამდი იმ სუნამოს, ის ჩემი ძვირფასი სუნამო რომ აქვს სადღესასწავლო, რას ჩქარობდი გასვლის წინ დამესხა, რა მოხდებოდა? კეთებან, მოიცადეთ ეხლა რა გამოდის, რომ აღარ არის იქ სუფრა და არაფერი აღარ გამზადე? რაღა გვაქვს საკეიფო ადამიანო. რას ქვია რაღა გვაქვს კეთება საკეიფო? ჯამთელი ხო არის კაცო? ჯამთელობა თავარი. ხო და მივიდეთ და თან ახლა ჭირდება ოჯახს გვერდში იდგომა. წამოდი. ამას თავის დარდი აქვს რა. არ ვიცი. ჩემი დარდი კი რა იყო ეხლა? რა იყო ერთი გამოსდა მაინც ჩაებარებინა და მე ჩაჭრილი. არ ვიცი. მე არ იცოდა და საიდან უნდა ცოტა. რანაირად ვერ გაიგო, რანაირად არ იცოდა და რანაირად ვერ გაიხსნა რა
თბილისის რაიონული თუ საქართველოს რაიონული ცენტრი. აი მე ლაშიკო მომისმინე, საიდან უნდა ცოდნოდა ჩემ ცოტნეს საქართველოს ცენტრები, ბავშვს მარტო დაატარებდნენ ანტალიებში და ეგვიპტეებში. ეგ მეცნობა. არა, რანაირად არა, როგორ შეიძლება ხა ადამიანმა არ იცოდეს საქართველოს რაიონული ცენტრები? რანაირად ვერ დაწერა, მოგიშლის ნერვებს რა. თვითონ თუ იცის ხა ძალიან მაინტერესებს. კარგი რა თამა, როგორ არ ვიცი ხლა, აბა ისე ხო არ ვლაპარაკობ ჰაერზე. ხო და მაინტერესებს, მიდი ჩამოთვალე 73 რაიონული ცენტრი. ხო და გაჭმევთ ტორტს. ისე არ დაჭამოთ კეთინო, ხო კარგია. გადასწარები აზრია, მიდი ჩამოთვალე, ხო იძახი მაგარი ბიჭი ვარო და ყველაფერი ვიციო. მიდი ჩამოთვალე, ხმა რა თქვია ტორტს? ჩამოთვალე და ტორტს გაჭმე. ისე არ გაჭმე. მიდი. სანტრედია. მერე თბილისი. გორი. ისე ლაშა 63. 60? მე 3 გავიგე მარტო და სანტრედია. თბილისი. გორი. 60? ხუთიანები და ჯანდაბაშენ რა. გამარჯობა. რაც აკეთებთ? სამიანებს ვაკეთებ ხუთიანებად. პედო, ბატონო, სამიანები კი უნდა გადააკეთო ხუთიანებად. 8-იანი უნდა გადააკეთო ხუთიანად. ვიცი, რასაც მეუბნები, მაგრამ რო გამოაცხადე შემეშალა გაიგე და ეს 8-იანები გადავაკეთე სამიანებად. ეხლა ამ სამიანებს ვაკეთებ ხუთიანებად რა. ვიცი. კიდე მოგიხმარ. არა, არ მინდა რა თქმა უნდა დავიღალე, აღარ შემიძლია მარტო ახლობლების ნომერებს გადავაკეთებ და ეგ არის რა. ჩემი აბარა და თუ შენ ხო ახლობელი ხარ, ეხლა რას მეკითხები, აბა რა მოგივი? ო. შეიძლება უფრო ახლობელიც გავხდე. შეიძლება, ხო. აბა რა გინდა, რა მოგიტანო, რას დალებ? ყავა? რა გჭირს, სუდად ხო არა ხარ? არა. აბა. თელეგრამი არ მეცინა. ცოლის ყველაზე ფიქრობდი. მაგარია მაგარი და თუ გილოცავ. ვა რა მაგარია, იცოდე ქორწილში პატიჟები. იცოდე. რა თქმა უნდა. ნუ ეხა მე თქორა ხალის მხრიდან მაინც იქნები დაპატიჟებული. ესე მეც ფიქრობ ცოლის მოყვანაზე, მაგრამ ვერ მოვიგე ამ ნანიკოს გული, ვერ მოვიგე და რა ვქნა, ვეღარ გავიგე, არ ვიცი რა გავაკეთო რა. აი ნანიკო ჩემი და რო იყოს. ხო. აუცილებლად დაგიხმარებოდი. იმიტომ რომ ჯიგარი ხარ და ჯიგარი ხარ შენ და იმიტომ. ო, შენ ხარ ჯიგარი. შენ ჯიგარი ხარ. ო. ხო ჯიგარი ხარ. ო, რა ვიცი, ალბათ თუ ჯიგარი, არ ვიცი, რა ვიცი, ხო ალბათ. წავალ მოვიტან ყავას, ხო, კარგი. არ მინდა ყავა. რატო რა ხდება? სერიოზული რაღაც უნდა გითხრა. მიდი მე რა. პედო, ბატონო. არა, უფრო ოფიციალურად. ბატონო პეტრე, გისმენ. არც ისე. ბატონო პეტრე ფერაძე. ო, ისე კარლოზე ვარ, რო იცვენ და გამოიყენე თუ გინდა ეგეც. ბატონო პეტრე კარლოზე ფერაძე. დიახ. ისე გემოვნება კარგი ქონია ხო იცი შენ? ხო. ო, რა ვიცი, აბა. ისე რა არის, ეხლა მომისმინე შენ დაკვნებული ხარ ვარ ჩქარო, ჰა? კი ბატონო, მე წინააღმდეგი არა ვარ, ვიცოდი, მაგრამ ეგ არის ცოდ ჩემზე ჭკვიანია და რა ვიცი, აბა რა ვიცი, რა იქნება, აბა მე რა ვიცი. ეგ უკვე ჩემი საქმეა. უგნეთ მე წავედი. და საგამოძი დაკრისთან გილოდები. კარგი, ნახვამდის. მოიცადათო. სიძე შეძველო. მერი დღეს ყვავილები არ გამოგზავნია? არა. აჰა. მომისმინე, გაიგე მაინც ვინ არის, დაელაპარაკე?
არ გამიგია. სამაგიეროდ გავიგე რომ ძამაშვილმა ახალი მანქანა იყიდა. ო, ეგ ვიცი. ნოდარმა დამირეკა ლონდონიდან ძამაშვილმა ახალი მანქანა იყიდაო, მაგრამ დიდი არაფერი არ არისო, მარჯვნივ აქვს საჭეო და ზეთის ფილტრი აქვს გამოსაცვლელი. კიდე რა თქვა და მშვიდობით ჩავედი და ვისვენებ. კარგია, უნდა გეთქვათ ჩვენც ვისვენებთო. ჩვენ კი არა, მე მთელი სამსახური ისვენებს. მთელი სამსახური კი არა, მთელი აღმოსავლეთ ევროპა ისვენებს, ეგ რო ლონდონში წავიდა. ხო. ხო და აი ასეთი ბიჭია ჩემი დათო რა. აი აბსოლუტურად, აი როგორი განათლებულია სერგი. აზდი. უი, შეიძლება. მოდი. გამარჯობა. დაჯექი, როდი შემოხედე შეგავჩინე ხო? მე და მერი ვსაუბრობდით დათოზე. ხო, ჩვენ დათოზე და მერიკო ამბობდა, ქალბატონი მერიკო. ხო, ამბობდა რომ მე ცხოვრებაში არ მინახავსო ასეთი აღზრდილი, ასეთი ინტელექტუალიო და ასეთი განათლებული და კულტურული ბიჭიო რა. არ მithქვამს. ნუ ახლა ამ სიტყვებით არ გითხოვს მე, იმიტომ რომ შენ გაცილებით უფრო დიდარი მარაგი გაქვს სიტყვების და გაცილებით უფრო ისეთი ლამაზი საქებარი სიტყვები თქვი და მე შევეცადე რომ ასე მოგზალებულად შენი მონათხრობის დათოს შესახებ მონათხრობის მოკლე შინაარსი მომეყოლა ჩემი ეკასთვის. მერი, თავისუფალი ხარ, შეგიძლია გახვიდე. მერი თქო. კარგით, გავალ. წყალი ხო არ შემოგიტანოთ, მე მგონი გცხელა. არა გენაცვლი, არა. აბა მითხარი როგორ ხარ? უნიჭერესო არქიტექტორო. მადლობა, კარგად. მართლა ყოფილი ხარ ჩემი ნამუშევარით? რას ლაპარაკობ? სასწაული ნამუშევარია. სასწაული შენობა გამოვა. მე საერთოდ რამ შევია ისე შენობებს ვადარებ ხოლმე ადამიანებს რა. აი შედარებით რაღაც შენობა ხო, ეს მაგ სადღაც ხო ეგ. თალამუში ალბათ ხო და აი ამას ასე ვადარებ და აი შენობას ხო, აი ისეთი მშვენიერია და ისეთი კარგი გამოვიდა ეს შენობა, რა აი დათოს თუ შევადარებ მარტო რა. სპონსორებსაც ხომ მოეწონათ? დათო ვის არ მოეწონება, რას ლაპარაკობ? როგორ არ მოეწონა? შერასაპირებ. არ ვიცი, შეიძლება ესპანეთში დავბრუნდე. მოიცა. გათხოვებას ხო არ ვიყო. არა, რა გათხოვებას, ჭირს საქმეებს უნდა მივხედო. გათხოვებაზე მე ვიფიქრებ. საქმეები მოვჭით პრაქტიკულად და გეფიქრა, მაგრამ გათხოვება. და აქ საქმეები რო არ მაქვს, იმიტომაც გადავწყვეტე ესპანეთში წასვლა. მოიცა. მე შენ ადგილას არ ავშქარდებოდი, იმიტომ რომ შენნაირი ნიჭიერი და შენნაირი ჭკვიანი გოგო ნამდვილად არ არის დასაკარგი არ ჩემი ქვეყნისთვის და არ ჩემი ოჯახის წევრისთვის. ვერ მივხვდი, მაგით რისი თქმა გინდა? რისი თქმა მინდა და მომისმინე ამ საღამოს ამოდი შენ ჩემთან. ხო, შეიძლება კიდევ ერთ გრანდიოზულ პროექტს ჩაეყაროს საფუძველი. გაეცანი ამ პროექტს და თუ თანახმა იქნები, დღესვე მოაწერე ხელი. რამდენი ჩამოთვალა, კაი დანამულია. ძალიან კარგად და კონიაკიც გავუკეთეხოთ. 43 ჩამოთვალა. ესე იგი 20 დარჩა. აგემრიელია. აღარ ჩამოვთვლი თამარ მე, აღარ მინდა ტორტი. ვაიმე, არ გინდა და ნუ გინდა. გადასარევი ტორტია. ხო ჩემო. გადასარევი. მირთვი. მეორე დავიმატე. აი ეგრე. კიდე მოიჭერი რამდენიც გინდა. აბა რა შეძო? ასპინძა. წალკა. ლაგოდეხი. ეხლა მომისმინე. წალკა და ლაგოდეხი ხო თქვი და ასპინძა გეთვლება. 19 დაგრჩა. ლაშიკო მომისმინე. მე დიდაურეკე იუზას. ეკროსვარდებში არის ძალიან მაგარი. ხო და ეცოდინება რამე და გეტყვის ახლა ხო შენ უარს არაფერზე ხო, გეუბნება. ვიცი და დაურეკე და გაიხსენე მე თქვა. ხო. ეს ამის გაიგზავნეთ. მე კიდე მოვიჭრი ამას თორე. მე არაფერი აღარ დარჩება. ხო, იუზა მე ვარ, ხო. აბა, რა? ჰა? რაც ხაკა მახარაძე და მაიაკოვსკი, ა? როდი დელქალაქებს მეუბნება. კარგი, მადლობა იუზა. მადლობა კი არა. სპასიბა იუზა პავლოვიჩი. აი. ლაშიკო მე მაშინ ტელევიზორი ჩართე. კიდევ რამე ქალაქი გამოაცხოვნა, რაღაც ქალაქის ხედები ანახონა, რამე მოხდეს, ავით სასწაული. ჩართე კეთებად, მაგრამ აქ სულ ტელევიზორში მარტო ქუთაისი, მესტია, ბათუმი და სიღნაღია. გასაგებია. განავითარე ეს რეგიონული ცენტრები რა. 4-ის გარდა ხო არის კიდე? რამეა, ძალიან. ასე. თამარ, ნათელა საიდან არის? ჭიათურიდან. ესა თალიკო? ეგეც. მოკლედ რა მთელი ჭიათურა აქ არის. დავრეკო ახლა. ეხა შენ თუ ირაკლისგან რეკავ, ახალდაბა არ ითვლება რაიონულ ცენტრად. ხო, ირაკლი მე ვარ. ირაკლი. ახალდაბა რაიონულ ცენტრად არ ითვლება, ხო?
ისე ირა ზევით რო თხოვოდა რომ მიანიჭონ არა ხო ფხიზელი ვარ ფხიზელი კარგი მე დაგირეკავდა აგიხსნი კარგი აი აქ ცოტა შიგნით გავუკეთე მარწყვიც. უგემრიელესი მარწყვია, ეთყობა ქართული მარწყვია, ისეთი ტკბილი მარწყვია, რომ რაღაც გადასარევი შიგნით ფენაში არის მარწყვი და დაშაქრე და და ალუბლები ზემოდან. ზემოდან ალუბლები ესე მიყვარს ხო? საიდან შემოაფრთხეთევან ეგ მარწყვი? მარნეულიდან. მარნეული იყო თამარ? არ იყო 18 დამჭა. აია. ლაო. ვერაო? ვერა. შენც კიდე ჭამერა რას უყურებ ახლა ამათ რა მოგივიდა ხელა კაცი შევჭამდი ვახო შევჭამდი უბრალოდ ეს არის პრინციპის ამბავია ეს მეორე ასახი რას ვიფიქრებდი რა რას ვიფიქრებდი რომ ვერ გაიხსენებდი ამ რაიონულ ცენტრებს აბა თითო რაიონულ ცენტრიდან ერთი სოლი მაინც ხავს მოყვანილი ლამის და ჰა ნიშნავს ეს ყოველივე. არა კაცო, მართლა გამახსენდა თამა. თეთრი წყარო და წარენჯი ხარ. ოჰ, გაახსენდა ახლა ბიჭს ცოლები. უი, კეთნო აქ. აქ ავარ. აჰა. ოჰო. მოვისმინე. ის შე რას ფიქრობ? რას ეტყვის ეკა დათოს ამი? რა ვიცი რას ეტყვის. ნეტა რამე უთხრა და პირდაპირ არ დასცინოს მე რა ვიცი. ცირკი ხარ რა. იცი. მაიცა. აბა როგორ გამოვიყურები? ძალიან ნერვიულობ ხო? საიდან მოიწო? ნერვიულობ შენ ძალიან. ჩაიხედე სარგეში ერთ პერანგი როგორ გაქვს შეკრული მიდი ნახე. მიდი. ნერვიულებს აბა. დამეხმარეს რა. კარგი დაწყნარდი ახლა არ არის ეგეთ სანერვიულოც რა როგორც შენ იმახშები რა განიცდი რა. ზოშვები. მოდი ახლა გავირეპეტიციო თვითონ მე ვარ ეკა და შემთხოვე ხელი გაიგე? რა? ხო რა იყო რა მოგივიდა? რა იყო ვერ გავიგე რას უწუნებ არაჩვეულებრივი პროფილი აქვს. მინდა რა ირაკლი არ არის ახლა ხუმრობის დრო არ არის ეს არის დიადი მომენტი და ნუ ძაბავ ადამიანს მიდი გელოდები მე ვარ ეკა და მთხოვე ხელი მიდი ხო გამოვიყევით სულ გამარჯობა ლაშა თუ დროს მოვედი ხო მოდი მოდი ლაშა მოდი არა იყოს მე შემო როგორი რა ვიცი ხა არა უშავდა მაგრამ ეგონი მაინც ჯობია რომ მოვა იქ აივანზე გაიყვანე და იქ თხოვე ხელი რა შე რა სიტყვი მე ეგრე მგონია რა ვიცი რატო და ამ აიმნიდან მათე ჩანს და იმის ფონზე კარგად გამოჩნდები კარგი რა ირაკლი რა კარგი რა დამეხმარი რა ეგარი დახმარი გეხმარები გამოდი გამოდი შენ აკეთებ ცუდ პაროდიას რა ეკას პაროდია შენ არ გამოგდის და იმიტომ არ არის ეს ბიჭი დამაჯერებელი და იმიტომ არ გამოგდის ეს ბუნებრივად ეს შენ გააკეთე ირა გამოგეთე ბაცა იჯექი და მიყურე ხა როგორ უნდა აი ხა მე ვარ ეკა მიყურე ეკა ვარ მე ხო ეკა ვარ მიდი დათო ეხლა წინდა ძალიან ხო გამოვყევით სულ ერთი გამაგებინე თუ ფარული კამერაა მითხარით აი საგასა რა ფარული კამერა ადექი ნახე რა ბუნებრივად გამოვიდა აღარ დგებოდა მომისმენ ესე იგი ცოლის მოყვანა უნდა ამას და რეპეტიციობს რა ფარული კამერა მართლა ვა სადაური ქალია რა სადაური ქალია ჩემი და ეკა ო ეკა ძალიან მაგარია ისე პატა რომელი რაიონიდან ხარ თქვენ თბილისელები ვართ ლაშა ჩვენ ო თბილისი ამაში თან გამიმართლა აი ეხმარები მომისმინე მიიღე სანდომიანის სახე
დაიჩოქე. აი ესე, სახე არ შეცვალო. ცოტა თავი გადახარე, ესე ვიყურე. ადექი. არა, ისევ დაიჩოქე. სახე არ შეცვალო, ასე შემოხედე, მე მიყურე, ვის უყურებ, ვის თხოვ ხელს? მე მთხოვ ხელს, ასე, აი, ეს ხელი გამოიწოდე წინ, ერთი ბეჭდიანი, მეორე 100 აწიე. აჰა, კარგია. ახლა ნელ-ნელა ადექი ნელ-ნელა და აი ასე მობრუნდი და გაიქეც ცივილური ამოიტანე მაღაზიიდან. კარგით რა, ხალხი რა ხარ. დამეხმარეთ რა, ეს არის თქვენი დახმარება. მე დაგეხმარები დაჯექი. ოღონდ ერთი კითხვა მაქვს, მანამდე სანამ დაგეხმარებ. აი ხა ეკა თუ დაგთანხმდა, ხო? სადაპირეთ სამოგზაურო წასვლას. ბათუმში. არც ეგ არ მაწყობს რა. მე მეც მოვედი. მოდი. რატო დამიბარე? მოდი. ისა რამ ქვია კი არა და დავიხალე რა დაიჩოქე ალბათ ასია საჭირო. აი ასე. გაიფიქრა, კინტომ და მტკვრიდან ფეხები ამოწია. გაუმარჯოს. აჰა. არა უშავს რა მოხდა ეხლა მე რა უარი გითხრა ეკამ რა მოგივიდე მოიცა რა უარი უთხრა რა იცი ხოლმე შენ ეს დათესვა იმის რა ქვია პანიკის რა უარი უთხრა უბრალოდ უთხრა ხوارჩკარობ ცოტაო ხო და არ არის სანერვიულო და თუ მე რა მოხდა ეხლა აქჭის გაწო ცხოვრება გრძენდება ხო იცი არ არის საჭირო მაგრამ რო დაფიქრდე ისე რა ცოლიზმა გაუში ხელიდან ცეტო არა აუმორჩა მაგრამ ბათუმის ნავის ბილეთი მქონდა უკვე დაჯავშნილი მე იქ სასტუმრო მქონდა უკვე გაკეთებული მე იქიდან თურქეთში ვაპირებდი გადასვლას ბათუმიდან ეგეოსის ზღვაზე ესე დათო რა კარი პირობები მქონი არ გინდა გამოკვეცოლად ერთი დარჩა. და ვერაფერს ვერ გაიხსენე, მეც ვერ გავიხსენე რომელია. ძალიან ჯუტია რა. ვეუბნებოდი ლაშა ჭამე არა. პრინციპის ამბავია. ხო და აი იყოს ეხლა ეს. ეს ვერ გადა. ხაშური. აჰა, შენ გენაცვალე. ვაშა. ხაშური იყო უკვე. არ მაინტერესებს.